ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა ყურადღების ცენტრშია ამჯერად სომხეთი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი სომხეთშია ჯეიდი ვენსთან ახლავს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკის საკითხებში და მეუღლე ვიცე-პრეზიდენტისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გაიმართა. მაღალი რანგის სტუმრის ვიზიტის გამო გადაკეტილია მაგრამიანის პროსპექტი. სასტუმრო ალექსანდრეთთან, სადაც სტუმრები დაბინავდნენ, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები მოქმედებს. თამარ ჭავჭავაძე გვერდდება ახლა და გვიამბობს იმ გზავნილების შესახებ, რაზეც მხარეებმა ერევანში უკვე ისაუბრეს. დიახ, გუკა ჯეიდი ვენსი შეერთებული შტატების პირველი ვიცე-პრეზიდენტია, რომელიც სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. მოლაპარაკებები ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გაიმართა. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან ახლავს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში ჯეიკობ ჰელბერგი, რაც შეეხება შეხვედრას. მოლაპარაკებები შეეხებოდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, როგორც ეკონომიკის, ასევე მაღალი ტექნოლოგიების სფეროში და სამხედრო სფეროშიც. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ნიკოლ ფაშინიანმა და ჯეიდი ვენსმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას მშვიდობიანი მიზნით ბირთვულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ნიკოლ ფაშინიანის თქმით ხელშეუწყობს ენერგო სფეროში პარტნიორობის გაღრმავებას შეერთებულ შტატებთან და სომხეთის ენერგორესურსების დივერსიფიცირებას უსაფრთხო და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით. ჯეიდი ვენსმა კი გამოაცხადა, რომ სომხეთი შეერთებული შტატებისგან $11 მილიონი ღირებულების მზვერავ დრონებს შეიძენს და ეს იქნება ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი და მშვიდობის ხელშემწყობი რეგიონში. ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა დონალდ ტრამპის როლზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებაში და ტრამპის მარშრუტის მნიშვნელობაზეც, რომელიც მისი თქმით ხელშეუწყობს არა მხოლოდ რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას, არამედ მშვიდობასაც განამტკიცებს. ჩვენი დისკუსიის მიზანი იყო ახალი ნაბიჯები მშვიდობის გასაძლიერებლად. ამასთან დაკავშირებით დავადასტურე სომხეთის ერთგულება მშვიდობის და შეერთებული შტატების სამშვიდობო მისიის მიმართ. მინდა აღვნიშნო, რომ სიამოვნებით მივიღე პრეზიდენტ ტრამპის მოწვევა მშვიდობის საბჭოს პირველ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 19 თებერვალს გაიმართება. ვიცე-პრეზიდენტმა და მე ხაზი გავუსვით ვაშინგტონის სამიტის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევის, ტრამპის მარშრუტის განხორციელებას. მას ექნება რეგიონალური და გლობალური მნიშვნელობა, რომელიც შეუფერხებლად განავითარებს კომუნიკაციას დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას მშვიდობიანი მიზნით ბირთვულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ეს შეთანხმება ახალ ფურცელს გადაშლის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორობას ენერგეტიკის სფეროში. მადლობა გადავუხადე ვიცე-პრეზიდენტ შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის ბირთვული უსაფრთხოების კუთხით და გამოვხატე სურვილი, რომ სექტორალური თანამშრომლობა განვავითაროთ ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სფეროებში. მშვიდობას არ ამყარებენ ფრთხილი ადამიანები. მშვიდობას არ ამყარებს ის ხალხი, ვინც წარსულზეა ორიენტირებული. მშვიდობას ამყარებენ ის ადამიანები, რომლებიც მომავლისკენ არიან ფოკუსირებული. ასე რომ ჩვენ არა მხოლოდ სომხეთისთვის ვამყარებთ მშვიდობას, არამედ ვქმნით რეალურ პროგრესს სომხეთისთვისაც და შეერთებული შტატებისთვისაც. ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა არ შედგებოდა თქვენი ლიდერობის და მშვიდობის და რა თქმა უნდა პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობის გარეშე. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის ახალი ეტაპი იწყება. ტრამპის მარშრუტი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ კაპიტალის შემოდინებას რკინიგზების მიუსადენების მშენებლობისთვის, არამედ რეალურად ააყოვებს რეგიონს და გაამყარებს მშვიდობას. ჩვენ ვაპირებთ მივყიდოთ სომხეთს დრონების ახალი ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობისთვის რეალური შემაკავებლის ჩამოყალიბებას. ამისთვის კი საუკეთესო გზა საუკეთესო სამხედრო ტექნოლოგიებია, რომელიც შეერთებულ შტატებს აქვს. პირველად ვაცხადებთ $11 მილიონი ღირებულების მზვერავი დრონების სომხეთისთვის მიყიდვის შესახებ. შეხვედრების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ნიკოლ ფაშინიანი პატივისცემის ნიშნად ჯეიდი ვენსსა და მის მეუღლეს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს, ხოლო კი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ბაქოში გაემგზავრება.